საინტერესო არის გერმანიის ელჩის შემთხვევა, როდესაც მოხდა ინციდენტი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ბათუმში და ახლა როგორც ვიცით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოვიდა ნოტა, სადაც სისხლის სამართლებრივ შემთხვევად არის შეფასებული ეს შეურაცხყოფა. ხო, აი რას ფიქრობთ ამ кейსზე? ხო, ზოგადად, რა თქმა უნდა, რაც შეეხება თავად ვერბალურ შეურაცხყოფას, რომელიც როგორც ჩანს, მას მიაყენეს, ეს ჩვენ კადრები არ გვინახავს, მაგრამ მანაც განაცხადა და იმ ადამიანმა, ვინც მიაყენა, მანაც განაცხადა, ასე ვთქვათ, რომ ქონდა ამ ფაქტს ადგილი. ვერბალურად შეაწუხა როგორც ჩანს ის და რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და დასაგმობი ქმედება, ვინაიდან ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვჩივით და ვწუხართ, რომ მათ შორის უცხოური დაფინანსებით ხდება საქართველოში სიძულვილის წაქეზება. მათ შორის გერმანიის ბიუჯეტიდანაც ფინანსდება სიძულვილის გამჩაღებელი ხალხი. ამიტომ რა თქმა უნდა არის აბსოლუტურად მიუღებელი. მეორე მხრივ, ეხლა როგორ არ გინდა რომ არ დაინახო ამაში აბსოლუტური ფარისევლობა, როდესაც ადამიანი ჩავიდა ბათუმში იმისთვის რომ გამოსარჩლებოდა პოლიციელზე ფიზიკურად თავდასხმელ ადამიანს და ეთქვა რომ პოლიციელზე ფიზიკურად თავდასხმელი არ უნდა დაისაჯოს. მას ასე არ უთქვა შეგეწინააღმდეგებით. მან თქვა რომ სასჯელის პროპორციულობა შესაძლოა ექვემდებარებოდეს გადახედვას. ხო, თავისუფლება მზიას ამ პლაკატის ფონზე იჯდა ის და ჩაწერა 1 საათიანი ინტერვიუ და მე მგონი თავისუფლება გულისხმობს მხოლოდ ერთ რამეს რომ არ უნდა დაისაჯოს. ხო, და ამის თქმა მინდა რომ ანუ ამბობს რომ არ უნდა დაისაჯოს. უნდა გათავისუფლდეს უყველა ასე შემდეგ. სულუქად შეიძლება დაისაჯოსო ასე. და მეორე მხრივ თავად მას მის მიმართ არათუ ფიზიკური იყო ვერბალურად შეაწუხა არ ვიცით ისიც არ ვიცით რა ფორმით იყო ასე თქვა რა ლექსიკით მაგრამ ფაქტია რომ იყო ეს და ამაზე ითხოვს სისხლის სამართლებრივ დევნას ადამიანის მაშინ როდესაც პარლამენტის წევრებზე მათი დაფინანსებული ადამიანები პარლამენტის წევრებს თავს ესხმიან და ეს გაუგზავნეს ზუსტად ევროკავშირის ფაქტები როგორ ესხმიან პარლამენტის წევრებს ვერბალურად თავს და ამას არც კი იმჩნევენ საერთოდ და პრობლემა რაში არის თუ კი შევხედავთ ეხლა ეს მე რამდენადაც მახსოვს მე მგონი პირველი შემთხვევა არის რომ ელჩს საქართველოში მიაყენეს შეურაცხყოფა ანუ მე ვერ ვიხსენებ ყოველ შემთხვევაში რომ საქართველოში ასეთი რამე მომხდარიყო ბევრი მიზეზის გამო მათ შორის ჩვენი კულტურის გამო სტუმრის მიმართ პატივისცემის გამო ელჩის პატივისცემის გამო და სხვა შორის გერმანიის მიმართ რა დამოკიდებულებაც ჰქონდა რომელსაც ასე აფუჭებს სამწუხაროდ ზოგიერთი გერმანელი აქტორი მაგრამ საქმე რაში არის იცით რომ ელჩებს ამას ვეუბნებოდი სხვათა შორის მე NGO-ებთან დაკავშირებით ელჩებს და დონორებს რომ როდესაც საუბარი იყო იმაზე რომ აი NGO-ებზე მიდის ვერბალური თავდასხმა კრიტიკას და თავდასხმას სხვა რამეა მათ ვეუბნებოდი რომ იცით რა არის პოლიტიკური სივრცე ქართული რომელსაც აქვს თავისი წესები მათ შორის და არა მხოლოდ საქართველოშია რომ გარკვეული ასე ვთქვათ სიხისტე აქვს ამ პოლიტიკურ ბატალიებს NGO-ების უპირატესობა წესით ის უნდა იყოს, რომ ისინი როგორც ნეიტრალურები ამ სივრცეში არ არიან, განყენებული არიან და აქედან გამომდინარე ამ ვერბალური რაღაც სიხისტისა და ბატალიებისგან დაცული არიან. როგორც კი ისინი შემოაბიჯებენ პოლიტიკის წრეში, ისინი ავტომატურად საკუთარი ნებით ექცევიან აი ამ წესებში, პოლიტიკური დებატის თუ ბატალიის თუ სიხისტის თუ ხანდახან სიუხეშის წესებში, რომელიც შეიძლება არავის არ მოსწონს, მაგრამ ასე არის. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ელჩებმა და ეს არ დამიჯერეს და ის NGO-ები პირდაპირ შემოყარეს პოლიტიკაში და ნახეს რაც მიიღეს საბოლოო ჯამში აქედან. სამწუხაროდ, ახლა უფრო შორს წავიდნენ და როცა ელჩი თვითონ აბიჯებს პოლიტიკაში, პრობლემა რაშია? შემდეგ უკვე მოქალაქისთვის იმისი აღქმა, გარჩევადობა უკვე რთული არის ეს ელჩი თუ კი ის დგას იგივე პლატფორმაზე, სადაც დგას ანუ უკვე რა პლატფორმაზე დგას რადიკალური ოპოზიცია, თუ კი ელჩი მეძახის მე მონას, თუ კი ელჩი ამბობს რომ არ უნდა დაისაჯოს დამნაშავე, მაშინ მოქალაქისთვისაც ის უკვე უყურებს არ როგორც ელჩს, არამედ უყურებს როგორც რიგით პოლიტიკოს, ქართველ რადიკალურ პოლიტიკოს, რომლის მიმართაც რაღაც ასეთ რეაქციები შეიძლება იყოს და ეს თუილად არ ვახსენე. მე ეს გამოვაქვეყნე კიდევაც. აი ეს ორი სურათი და როდესაც საუბრობთ მათ შორის ვენის კონვენციაზე. პირველი გახლავთ ინტერვიუ, სადაც გერმანიის ელჩი ბანერის ფონზე თავისუფლება მზიას მისცა ინტერვიუ. ეს გახლავთ ვენის კონვენციის 51 მუხლის პირველი პუნქტის პირდაპირ დარღვევა. ეს არის ჩარევა
ადგილსამყოფელი ქვეყნის მართლმსაჯულებაში დიპლომატის მხრიდან. ეს არის პირდაპირ დარღვევა ვენის კონვენციის. მეორე სურათი, სადაც ის ასევე ბანერით რაღაც სიგნალებს გვიგზავნის, როგორც ჩანს, სადაც წერია მონა. ელჩი აი ამის ფონზე პოზირებს და ფაქტობრივად ამ მესიჯს უგზავნის მათ, ვისაც რადიკალები ამ სიტყვით მიმართავენ, ხო? მიმართავენ ქართულ ოცნებას, მის ამომრჩეველს, მილიონ 100,000 ადამიანს აი ამ სიტყვით მონათი მიმართავენ. ეს გახლავთ გერმანიის კონსტიტუციის დარღვევა უკვე პირველი მუხლის. როდესაც გერმანიის ელჩი აი ასე იქცევა, რომ ის არღვევს ვენის კონვენციას, ის არღვევს გერმანიის კონსტიტუციას, ის აი ამ პერფორმანსი და გამოჩენით ეს მონებს ეძახის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მილიონ 100,000 ადამიანს და ეს მე რამდენიმე ხნის უკან წინ ამაზე საჯაროთაც თქვი და ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავს იმაზე რომ წუხს შეიძლება არ იცოდა რა ეწერა იქ და ეხა ინანიებს, მაგრამ რახან ამაზე სიტყვა არ დაუძრავს, ესე იგი ძალიან კარგადაც იცოდა რაც იყო და გამოდის რომ მონას გვეძახის. სხვათა შორის შეგახსენებთ იყო ერთი ცნობილი უკრაინელი ელჩი გერმანიაში ომის დასაწყისში თუ გახსოვთ საკმაოდ ექსტრავაგანტული ელჩი იყო რომელმაც ღვიძლის ძეხვი უწოდა გერმანიის კანცლერს. ეხლა არ ვიცი თუ კი ამ ელჩის დონეზე უნდა ჩვენთან ელჩები დავიდნენ, აქ სხვა კულტურა არის, აქ ღვიძლის ძეხვების ძახილს ელჩებისგან, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ვერ მოითმეს და ვერც მონას ძახილს ელჩის მხრიდან მონას ძახილს საქართველოს ხელისუფლება ვერ მოითმეს. ამიტომ რეაგირებას დიპლომატიური არხებით გარდაიცვალა. მე პოლიტიკურად როგორც პარლამენტის წევრი ამაზე რეაგირებ. მაგრამ როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგზავნის წერილებს და შიგნით იწერება რომ რაღაც რეაქცია არის საჭირო, ამაზე არის საჭირო რეაქცია. თუ კი რამეზე არის. გვაქვს პასუხი გერმანიის ელჩმა, საელჩომ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. არის თუ არა მისაღები, რომ ადამიანის ღირსების შემლახავი ტერმინოლოგიით, მონას ძახილით გერმანიის ელჩი მონათი მოიხსენიებდეს ხელისუფლებას. ამის ეს ამ ფონზე გამოჩენა არის თუ არა ტოლერირება ადამიანის ღირსების შეურაცხყოფისა თუ ასე ვთქვათ შელახვისა და აპირებენ თუ და გააკეთონ ამაზე განმარტება და შემდეგ იცით სიამბეშიც რა მოხდება, არაფერი არ მოხდება. ასე ჩუმად ჩაატარებენ ამ ყველაფერს, ისევ აქეთ გაღმა შემოგვედავებიან ჩვენ რომ იცი ეს არის თავდასხმა, არ არის თავდასხმა, არ არის კიდევ ერთხელ პოსტსკრიპტუმად აქაც ვიტყვი, როგორც პოსტებში წერ. ეს არის ლეგიტიმური კრიტიკა, როდესაც მე ელჩი მეძახის მონას, აი ასეთ რაღაცებს აკეთებს, მე მაინტერესებს პასუხი. აცნობიერებდა ის თუ არა სადიჯი და საერთოდ რა ბანერების წინ იჯდა და მე მგონი ამდენ წინ დახედულობა ერთს უნდა კონდეს რომ რაღაცა უცხოენაზე თუ წერია გაერკვეს ჯერ რა წერია იქნება და რა წერია იქნება გერმანული კულტურისთვის მიუღებელი რაღაც ტერმინები წერია და არის ტერმინები რომლის წინაც რომ გამოჩენილი იყო გერმანიის ელჩი დღეს ის აღარ იქნებოდა ელჩი კი არა საერთოდ არ იქნებოდა დიპლომატიურ სამსახურში მაგრამ როდესაც ამას ქართულ ენაზე ამის წინ ჩდება გააკეთოს განმარტება ან იცოდა რა იყო ან არ იცოდა და მაშინ ბოდიში მოიხადოს და თქვას რომ ეს იყო რაღაცა შეცდომა, მაგრამ დღემდე არავის არ აუღია ეს ფოტო, მე ეს გავასაჯარო კიდევაც, არავის არ წაუშლია, არავის განმარტება არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე ჩანს რომ გამოდის რომ გერმანიის ელჩი გვეძახის მონებს და თუ ეს მიაჩნია მას ელჩობად გერმანიისა, ალბათ საუკუნე შეეშალა გერმანიის ელჩობის. ეს თემაც უნდა მოვასწროთ